წარმოგიდგენთ. სცენარის ავტორი ედუარდ ვოლოდარსკი. ანატოლი ჩიჟიკოვის, ელენა ცვენტუხის და ევგენი ტაგანოვის მონაწილეობით. ფილმში ასევე მონაწილეობენ გელა მესხი, ანატოლი ძივაევი, სერგეი გაზაროვი, ევგენი კნიაზევი, მარინა ვოროჟიშჩევა, ნადეჟდა მიხალკოვა, ალექსეი ვერტკოვი, სვეტლანა კოლპაკოვა, ანატოლი გუშჩინი, მარია ანდრეევა, მარია სპივაკი და ვასილი მიშჩენკო. რეჟისორი გინზბურგის სერგეი ვლადიმიროვიჩი. ოპერატორები ანტონ ვერბინი და იგორ ბონდარევი. კომპოზიტორები სერგეი მოროზოვი და ლიუდმილა მოროზოვა. სერგეი შჩერბინის ფილმი. ბელადის ვაჟი. იაში, ჩვენი არტილერია საუკეთესოა მსოფლიოში. ჰიტლერი ახლოს მოსვლას ვერ გაბედავს. ჩვენ კედელი ვართ. ხომ ასეა? ო, შეეშინდება. ვინ მოვიდა? ახლა ვნახავთ. იაშკა, ტომიკ, ვასკა, გამარჯობა. შესანიშნავად გამოიყურები. მოდი გულში ჩაგიკრა. ვასკა. 2 წელი არ შეხვედრივართ. ტომიკ, რას პილოს დამსგავსები ხარ? სამაგიეროდ მახვილი თვალი მაქვს. თქვენ რა, სასრიალოდ მიდიხართ? აი, არტიომს მივყავარ. სასრიალოდ წავიდეთო. მეც უარი ვერ უთხარი. კარგი ვისრიალოთ მეთქი. მეც წამოვიდოდი. ხო და წამოდი. ხო, კარგი. თქვენ აქ დამელოდეთ. უბრალოდ მამას მივესალმები. რა თქმა უნდა, დაგელოდებით. გაიქეცი. დამელოდეთ. წამოდი. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანო. აბხანაგო იოსებ ბესარიონოვიჩ სტალინ, ნება მომეცით მოგახსენოთ. კარგი, მომახსენე. კაჩინსკის სამხედრო საავიაციო სკოლის კურსანტი ვასილი იოსებოვიჩ სტალინი გამოცხადდა, რომ სკოლის დამთავრება გიპატაკოთ. ოჩახ. დროულად ჩამოხვედი. დაჯექი. ისადილებ. ვეტყვი, რომ სუფრა გაგიშალონ. არა, გმადლობ მამა. მირჩევნია ძმებთან ერთად სასრიალოდ წავიდე. მოიცადე. შენ რა, მამას გინდა აწყენინო? კარგად უნდა შემოგხედო. შვილო, გისმენ მამა? უკვე დაფრინავ თვითმფრინავით. რა თქმა უნდა მამა, სულ მაღლა და მაღლა. უკვე იცი სად იმსახურებ? კი, მე-16 გამანადგურებელი საავიაციო პოლკის 57 ავიაბრიგადაში. აქვე ახლოს, ლიპეცკში, როგორც კი წოდებას მივიღებ, სამხედრო პოსტზე გამოცხადდები. ეს კარგია. დალია. ჩვენს ოჯახს გაუმარჯოს. შენ გაგიმარჯოს, მამა. სვეტკას, იაშკას, არტიომს და ჩვენსაც გარდაცვლილ დედას. მე ვთქვი, ოჯახს გაუმარჯოს მეთქი, იმ ხალხს რატომ იხსენებ? ის სულ მახსოვს, მამა. მისი სადღეგრძელოს დალევა არ გინდა? თვითონ მაძალებდი და ახლა არ გინდა? მგონი სასრიალო დაპირებდი წასვლას. ხო, წადი. რა თქმა უნდა, მოხუცთან მოსაწყენია. წადი. გმადლობ, მამა. წადი, შვილო. გმადლობ. ვოროშილოვთან დამაკავშირეთ. კლიმ. ლიპეცკში დარეკე.
მე-16 გამანადგურებელ პოლკში. და უთხარი, რომ ჩემი პირადი განკარგულებაა. ვასილთან დაკავშირებით არავითარი გამონაკლისი არ დაუშვან. არ ელოლიაონ. ყველაფერი მთელი სიმკაცრით მოსთხოვონ. მორჩა. ფრთხილად. ფრთხილად. ვასკა მორჩი. მამაზე ნუბრაზდები. ხომ იცი რა მკაცრია. ძმებო. საარტილერიო სკოლაში სულ გავველურდი. ხო, იქ გოგონებს საერთოდ ვერ ხედავ. აქ ის შეხედეთ რამზე თუ ნახავები არიან. იაშა, შენ როგორი გოგონები მოგცემს? არც კი ვიცი. მაგალითად, აი შავგრემანი. შავგრემანი? სუქანია. მძიმე მუშტები აქვს, ვერ აკოცებ. აი, იმ წითურს შეხედე. როგორ მოგწონს? კარგია არა? როგორც ხედავ, გოგონებში კარგად ერკვევი. ვასკას კი ჩვენი არ ესმის. მოგუშული ზის. ის გოგო ჩემი იქნება, შეხედეთ. აბა მზად ხარ? მზად ვარ. რატომ ხული გნობთ? ახლავე გამიშვით ხელი. არ შეჩერდეთ, სწორემ წაიქცევით. მე ვასია მქვია, თქვენ? იცით რომ გავჩერდებით, კარგად მოგხვდებათ. თუ ვასია არ გავჩერდებით. გალია გქვიათ? გამოვიცანი? თქვენ რა მიცნობთ? ესე იგი გამოვიცანი. გალია, მოდი, ჩაი დავლიოთ. ღვეზელი დავაყოლოთ. გეპატიჟებით. კარგი. ხო? იქით წავიდეთ. ორი ჩაი თუ შეიძლება. ნახლავე. სტილობ დანაშაული გამოვისყიდო, რომ არ მომხვდეს. მზად არის ახალგაზრდება, ინებეთ. გმადლობთ. გმადლობთ. გამომართვით. ცხელია. ხო. გალია, სტუდენტი ხართ? გამოვიცანი? თქვენ რა? ბოშა ხართ? არა. მამა ჩემი ქართველია, დედა კი რუსი. რა პროფესიას ეუფლებით? პოლიგრაფიულზე ვსწავლობ. სარედაქციო საგამომცემლო ფაკულტეტზე. ალბათ ბევრს კითხულობთ, არა? მე კი სპორტი უფრო მიყვარს, ჰოკეი, ფეხბურთი. შეხედე იქ არის. ჩვენ ვეძებთ ეს კი გოგოსთან ერთად ჩაის მიირთმევს. ჩვენიერია გაერთო ჩვენი ვასკა. თქვენ სად სწავლობთ? მე უკვე დავამთავრე. ფრინავი ვარ. ხო. მალე უმცროსი ლეიტენანტის წოდებას მივიღებ. ყველა გოგო ოცნებობს, რომ ფრინავი თაყვანის მძემელი ყავდეს. გალია, იქნებ კიდევ ვისრიალოთ. გალია, მე? გალია. გალია, შეჩერდი. გალია. გალია, სად ცხოვრობთ? კიროვზე ვცხოვრობ. ეს ყოფილი მიასნიცკაია, იცით? რომელ სახლში? იქნებ თქვენთან მომინდეს სტუმრად მოსვლა. ნუ თუ გამაგდებთ. არა, რატომ? ჩაის ყოველთვის დაგალევინებთ. სახლის ნომერია 11. გალია, მოდი გავიქცეთ. კარგი. იაშ, როგორ ფიქრობ, ომი მალე დაიწყება? ბრძოლა მოგინდა? ყველა ომზე ლაპარაკობს, ხო და მეც სულ ომზე ვფიქრობ. აჯობებს გოგონებზე იფიქრო, საფრთხობელა. Я это твердо знаю, но все ж не уходи, тебе я говорю, наш уголок, на
нам никогда не тесен, когда днем цветет весна. მობრძანდით. გთხოვთ, დაბრძანდით. Еще не спето столько песен, გემრიელია? еще звенит ხო, каждая струна. დღეს გიჟური დღეა არა? შენ მიირთვი, მიდი, მიდი. სასრიალო მოედნიდან პირდაპირ რესტორანში. მისმინე, ამდენი ფული საიდან გაქვს? ტაქსის მძღოლსაც თუმანი გადაუხადე, რესტორანი. შენ მართლა საავიაციოს კურსანტი ხარ თუ ხუმრობ? ხუმრობ. მოსკოველი დარდიმანდი, დავყიალებ აღმა-დაღმა. ამიტომაც ყველა ძაღლმა იცის ჩემი ნაბიჯები. ყველა გაკუცული ცხენი მეგებება თავის ქნევით. მეც მეგობრობ ამ ხეცებთან. აი, ჩემი ძმა ბიჭები. ჩემი ლექსის თითობსკარმა მადგულს დარდი გაუქარვა. იმტანო, კიდევ მოგვიტანე. ესენი იცი? სულ გათავხედდნენ კურსანტები. მე კი მეგონა მფრინავები მხოლოდ მაიაკოვსკის სწავლობდნენ. მე ვისაც მინდა იმას ვსწავლობ. წამოდი, წამოდი ვიცეკვოთ. მოდი. Когда ты цветет весна, не уходи. Еще не спето столько песен. Когда ты в нем, то в нем цветет весна. აქ რატომ მომიყვანე? Не уходи. ყველა მოწესრიგებულია. მე კი სვიტერი მაცვია და საციგურაოდ ვარ გამოწყობილი. ისე მიყურებენ თითქოს საფრთხობელა ვიყო. ვინ გიყურებს? Гори каждая ყველა. გალია, შენ აქ ყველაზე ლამაზი გოგო ხარ. და ეს შურდეთ. ახლა ფოქსტროტ შევუკვეთავ და ვიცეკვოთ. კარგი. მაპატიეთ ამხანაგო კაპიტანო, მაპატიეთ. კურსანტო, მოდი ჩემთან. ბრავო. ბრავო. სორდი. ამ დროს რესტორანში რატომ იმყოფებით? ვინ მოგცათ ამის უფლება? წესდება არ იცით? არ გიჭერთ? შეგახსენებთ. ტოლიკ. რა მოხდა? აბატია ლიალეჩკა. კურსანტი ყაზარმაში უნდა იყოს. მოუსვი აქედან. წამოდი ლიალეჩკა. ვერ გაიგე არწივო. კაპიტანო შარშეძებ, ჯობია შენს კალს მიხედო. რას ბეტა ვლაწირაკო. პატრული. პატრული სად არის? რა ვდგავართ? გავიქცეთ ჩქარა. ჩქარა გალია. პატრულს გამოუძახე სწრაფად. პატრული. პატრული. ლია შეწყვიტე. ტოლიკ. შეაჩერეთ. დაიჭირეთ. დაიჭირეთ. შენა ბიჭვარო. ნაძირალა. ახლავე გაიგებ ვინც ვარ. ტრიბუნალს გადაგცემ. კაპიტანო, გალიფე დაიჭირე, ახლა ჩაისვრი. შეწყვიტეთ კაპიტანო. შეწყვიტეთ. შენ კი მოკეტე ლაწირაკო. მისი საბუთები შეამოწმეთ. ნამდვილად ყალბი იქნება. ხელი გამიშვი. დამშვიდით მოქალაქეებო. რა მოხდა? წესრიგს ვინ არღვევს? კაპიტანო, შეიძლება ერთი წუთით.
ხელი გაუშვით. Ну и აბა, რა საბუთები გაქვთ, есть კურსანტო? курсант. დაიღუპა ბიჭი. Курсант კაჩინსკის სამხედრო საავიაციო სკოლის კურსანტი სტალინი ვასილი იოსებოვიჩი. это ეს რომელი სტალინია? ბევრი სტალინი ყავს? მან წერია, რომ მამაჩემის სახელი იოსებია. так ესე იგი, შენ, так თქვენ ამხანაგ იოსებ ბესარიონოვიჩ სტალინის შვილი ხართ? ეს აფერისტია. ამხანაგ სტალინის შვილები რესტორნებში არ დაეთრევიან. გავარკვევთ მოქალაქეო. ისმინე კაპიტანო, ამ ნომერზე დარეკე. მომაგითხავენ. ვასილი იოსებოვიჩ. ვასილი იოსებოვიჩ. დაბრძანდით, გთხოვთ. ფეხზე დგომით დაიხლებით. გმადლობთ. დაჯექი. კარგი საკმარისია. ამხანა გოსტა რა? ვასილი იოსებოვიჩ. მე зачем? ფეხი რატომ დამიდე, მაიორო? Подвиг ნაძირალა ყოფილხარ. მაპატიეთ ვასილი იოსებოვიჩ. დამნაშავე ვარ. ეს ყველა შეიძლება დაემართოს. Минутку. Ваш номерок. Пожалуйста. კაპიტანო, ესენი წავიდნენ აქედან. ვინ? კაპიტანი მფრინავი და ეს ხიპიანი მაიორი. ცუდ დღეში აღმოჩნდებიან. მე კი მათთვის ცუდი არ მინდა. მართალია. жизнь. ადამიანის ცხოვრების დანგრევა ადვილია. Вот. აღდგენა კი რთული. Прошу. Ваш номерок. Так, მოკლედ მოემზადეთ, თქვენს ქალბატონებს ხელი ჩაშიდეთ და ჩუმად სოროებში შეძვერით. не было. სწრაფად. სწრაფად. გმადლობთ. ჩაიცვით ქარა. რიარეჩკა გავიქცეთ. Здравствуйте. გამარჯობა ნიკოლაი სიდოროვიჩ. რა მოხდა? საშიში არაფერი. სად არიან? Ну, თხოვე რომ გაეშვათ. мы их отпустили. თვითონ ვარ დამნაშავე. წადით. Ну, კურსანტისთვის რესტორანში სიარული არ შეიძლება. ამხანაგო სახელმწიფო უშიშროების მესამე რანგის კომისარო ნება მომეცით მოგახსენოთ. მოუსვი აქედან და ინასკბილი დააჭირე. ღმერთს ევედრე რომ აღარასოდეს გნახო. სწრაფად. არის ამხანაგო კომისარო. გაუმყევით. წავედით. Сам тебе. სახლში მე თვითონ წაგიყვან, თორემ ვერ მოვისვენებ. ნიკოლაი სიდოროვიჩ. тут იცით რა? дело. მოკლედ, მარტო არ ვარ. გოგოსთან ერთად ვარ. რომელ გოგოსთან? Ну, გალია. ერთმანეთი დღეს გავიცანით, სასრიალო მოედანზე. ესე იგი სასრიალო მოედანზე? კარგი, წავიდეთ. გალია, წამოდი, წამოდი. მოდი. Давай, მომეცი. მითხარი, როდის მიემგზავრები? ხვალ. რომელ საათზე? 14 საათზე. გამარჯობა, გასაგებია. კარგი. წადი დაიძინე. გოგონა გალიას კი პატივით მივაბრძანებთ სახლში. Идем домой.
არი ნერვიულო. კინაღამ გამყვა, გამომართე. გალია, აუცილებლად გიპოვი, გესმის? მორჩა წადი. შენი მშობლები ვინ არიან, გალია? თავად რა საქმიანობ? მამა კრემლის გარაჟში მუშაობს. მე კი პოლიგრაფიულზე ვსწავლობ. რამდენი წლის ხარ შვილო? 19-ის. Ну и где ты ეს სოღლოტი სადა იყიდე? подцепила? მე რატომ? თვითონ ამეკიდა. უпростоრად თვითონ გამეცნო. რა თქმა უნდა. ასეც იქნებოდა. სასრიალო მოედანზე. ესე იგი სასრიალო მოედანზე? დიახ, აი. დღეს არა? დიახ, დღეს. შენც მაშინვე რესტორანში გახევი. მე ალბათ სახლში აპირებდი მასთან წასვლას. გალია, სად არის შენი სიამაყე? Ты, наверное, ალბათ კომკავშირელი ხარ, არა? დიახ, კომკავშირელი ვარ. რა თქმა უნდა. გაიგე რომ ვასილი ამხანაგ სტალინის ვაჟი იყო და გადაწყვიტე ხელიდან არ გაგეშვა. ასე არ არის? მე არ ვიცოდი რომ ვასია Вася. ამხანაგი სტალინის ვაჟი იყო. ეს მხოლოდ რესტორანში შევიტყვე საბუთებს რომ ამოწმებდნენ. სიმპათიური გოგო ხარ. девушка, როგორც ხედავ, წესიერიც და არ მინდა უსიამოვნება შეგვდეს. დაივიწყე ის წითური უმაქნისი ბიჭი და ნუღარ გაიხსენებ. ამას შენივე სიმშვიდისა და კეთილდღეობისთვის გეუბნები. ის გეთამაშება და მიგატოვებს. მერე კი დაიტანჯები. ის ასეთი არ არის. შვილო, ты შენის დღეს გაიცანე. я его მე კი ბავშვობიდან ვიცნობ. на кулак наматывал. ასე რომ დაიჯერე, რასაც გეუბნები. დაივიწყე ის ბიჭი. სამუდამოდ. ეს ბრძანებაა. თუ თვითონ გიპოვის. შენი მისამართი იცის? არა, Нет, არ იცის. знает. მაინც გიპოვის. კარგად ვიცნობ. შეძლებს. Так რომ მოვა, решительный и კაცრი ტონით მოიშორებ თავიდან. შევთანხმდით? ნუ გწყინს. და ჩვენი მოტყუება არ გაბედო. იცოდე გითოლთვალებთ. ხედავ, სახელმწიფო უშიშროების კომისარი ვლასიკი, რაკეთილია. არა და სხვაგვარადაც შეეძლო. შემეძლო, ну да ладно. კარგი აჯობებს ეს არ იცოდე. Будем ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი გაიგე. ხომ ასეა? ხო და ძალიან კარგი. поехали. წავედით. მოვასწრებთ? ხომ არ გავისეირნოთ? არა, მაგდენი დრო არ გვაქვს. თუ ასეა გავიქცეთ. გაზრახ შესრულებული შტოპორი უმაღლესი პილოტაჟის ერთ-ერთი ფიგურაა. მაგრამ თქვენთვის ამაზე ფიქრი ჯერჯერობით ადრეა. ამხანაგო მაიორო, გაუთვალისწინებელი შტოპორი რომ მოხდეს? უმცროსო ლეიტენანტო ლუნკოვ. საგანგებოდ თქვენთვის და თქვენი ნიჭიერი მეგობრის, გუშინისთვის ვიმეორებ. დაიმახსოვრეთ. თვითმფრინავი გაუთვალისწინებელ შტოპორში მხოლოდ მფრინავის უხეში შეცდომის შემთხვევაში ხდება. არ იქნება შეცდომა, არ იქნება შტოპორი. და მაინც თვითმფრინავის შტოპორიდან გამოყვანა როგორ ჯობია. თვითმფრინავის შტოპორიდან გამოსაყვანად აუცილებელია სწრაფად და ბოლომდე გადაწიოთ პედალი თვითმფრინავის წრიული მოძრაობის საპირისპიროდ. სახელური კი ნეიტრალურ მდგომარეობაში გეჭიროთ. ნახევარბრუნვის შემდეგ ის თქვენ საპირისპიროდ უნდა გადაწიოთ და თვითმფრინავის წრიული მოძრაობის შენელებისა და შტოპორიდან გამოსვლის შემდეგ ისევ ნეიტრალურ მდგომარეობაში დააბრუნოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, თუ თვითმფრინავის შტოპორში 500 მეტრზე მეტ მანძილზე დარჩება, მორჩა აღარაფერი ეშველება. შტოპორიდან მისი გამოყვანა შეუძლებელი იქნება. არც ეცადოთ.
შენ ხომ ამბობ, რომ ამას ვერავინ შეძლებს. ამბობ თუ არა? ვამბობ. გაიგე მაიორმა პრუტკოვმა რა თქვა. 500 მეტრის შემდეგ შტოპორიდან გამოსვლა შეუძლებელიაო. ბევრი იფრინა და იცის რასაც ამბობს. მე კი გეუბნები, რომ 500 მეტრის შემდეგაც გამოვალ შტოპორიდან. რაზე დავნაძლევდეთ? თუ გინდა ერთი თვის ხელფასზე იყოს. შენ სიცოცხლეს ერთი თვის ხელფასად დაფასებ? ტოლია, მოიცადე. მოდი, ჰუსარულად. 1 ლიტრს სომხურ კონიაკზე იყოს. 5 ვარსკვლავიანზე. იმ კონიაკს თქვენ წინ პირდაპირ ბოთლიდან დავლევ. შევთანხმდით? სერიოგა, რას გადაგეკიდა? რამე უთხარი, რას გაჩუმებულ ხარ? ვასია, შენ გვერდით მართლა გაგიჟდება კაცი. რომ ჩამოვარდე შენი დაღუპვის გამო მთელი ცხოვრება თავი უნდა დავიდანაშაულო? არა, არ მინდა ნაძლევი. მოუშვეთ ამაზე ლაპარაკს. სერიოგა, შენ ტრაბახა მიწოდე. მე კი საკუთარ სიტყვებზე პასუხს ვაგებ. პოლკის წინ გამოვალ და მოლაყბეს და ლაჩარს გიწოდებ. მე ამ სირცხვილს 100 წელი ვერ ჩამოირეცხავ. კარგი, დავნაძლევდეთ. ჯანდაბა შენს თავს. დავნაძლევდეთ. ტოლია, ჩაჭერი. არა, ამაში არ მონაწილეობ. ტოლია. არა. ტოლია, შეჭერდი. თავი დამანებეთ. ტოლია. მიდი. რასაკეთებს? თვალია? Не могу знать, товарищ. არ ვიცი ამხანაგო მაიორო. თვითმფრინავში ფხიზელი ჩაჭდა. რას ჩადის? ნაძირალა. ახლა მიწაზე დაეხეთქება. იქნებ თვითმფრინავს დაემართა რამე. ვერ შეძლებს. სულელი. შეძლებს. ცოტაც. მიდი. მიდი. მიწაზე დაეშვან. უმცროსი ლეიტენანტი სტალინი. 3 დღით ჰაუპტვახტში. ფიჭვი, არ ყისხევარ. Да ему это гауптвахт. ვასიას ჰაუპტვახტით ვერ დააშინებ. მეთაურის ადგილას უფრო ფრთხილად ვიქნებოდი. რატომ? უმცროსი ლეიტენანტი ვასილი სტალინი თვით ამხანაგ სტალინთან იჩივრებს? მან შეიძლება არ იჩივლოს, მაგრამ ბრიგადის ან ოლქის შტაბში სიგნალის მიცემის მსურველები მოიძებნებიან. აცნობებენ, პოლკის მეთაური მაიორი პრუტკოვი თვითნებობს. კარგი საკმარისია. თქვენ აქ უჩემოდ იფილოსოფოსეთ. მე კი წავალ გავარკვევ რა მოხდა. კიდევ შეამოწმე. ჯანდაბა, ვასკა, ცოცხალი ხარ? რა უნდა მოსვლო და ცოცხალი ვარ. დაიღუპებოდი, ვასილი. კიდევ ცოტაც და დაიღუპებოდი. ხომ გითხარი, შევძლებ მეთქი და შევძელი. რაც უნდა იყოს, მე სტალინი ვარ. მიდი. კონიაკი მოიტანე. მართლა გიჟი ხარ. დაინახე როგორ ავფრინდი. ზემოდან წრიულად რომ წამოხვედი, მეგონა მიწას დაასკდებოდი. სული მიწამდე არ დაკვებოდა. თვალებში დამიმნელდა. ორჩა, ყველაფერი რიგზეა. იტყვიან, რომ პოლკის მეთაური, მაიორი პრუტკოვი თვით დამკვიდრების მიზნით უსამართლოდ ექცევა უმცროს ლეიტენანტ სტალინს. ცდილობს ხელმძღვანელობას დაუმტკიცოს, რომ არაფრის და არავის ეშინია, რომ მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ.
А в результате შედეგად კი ზარალდება ახალგაზრდა ნიჭიერი მფრინავი, რომელიც ამავე დროს შრომელთა ბელადის, ამხანაგ სტალინის შვილია. Сталина. რომ გამოგიძახებენ ბრიგადის მეთაურს რას ეტყვი, ან ოლქის ხელმძღვანელს. არადა გამოგიძახებენ ფიოდორ მაქსიმოვიჩ. ნამდვილად გამოგიძახებენ. თვითონაც იცი რა დროში ვცხოვრობთ. ხალხს რაღაც სისულელის გამო პარტიიდან რიცხავენ. Еще უარესი ხდება. მაგის საქმე თვით იოსებ ბესარიონოვიჩის ვაჟს ეხება. ხვდები? до тебя. სხვა თუ არაფერი, თავის დასაზღვევად მიგაყენებენ კედელთან. შენ არ მიგაყენებენ? კომისარი ხარ. პირველს შენ მოგკითხავენ პოლკში შექმნილი მორალური გარემოსთვის. მეც მომკითხავენ და მეც მომიყებენ ბოლოს. ახლა მე და შენ ერთ ბედ ქვეშ ვართ. უკვე ვეღარ ვაზროვნებ. ეს რა ხელქვეითი გვარგუნა უფალმა. Что ж делать? ახლა რა ვქნათ? Они არც არაფერი მომხდარა. შენთვის არ მოუხსენებიათ. тебе не არაფერი იცი და არაფერი დაგინახავს. კიდევ რამე მანევრის გაკეთება რომ მოუნდეს? პოლკს დახუჭული თვალებით უხელმძღვანელო? მოგიწევს ფიოდორ მაქსიმოვიჩი. ვერაფერს ვიზამთ. А если რომ დაღუპულიყო, сейчас? მაშინ ყველა დავიღუპებოდით. იცი რა, ფიოდორ მაქსიმოვიჩი. ბრიგადაში მოთხოვნა გაგზავნე. ვადაზე ადრე წოდების მინიჭების თაობაზე და უმცროს ლეიტენანტ სტალინს ლეიტენანტობა მიანიჭე. რისთვის? რომელი გმირობისთვის? ვითომ გეგმური ფრენის დროს შეგატყობინეს, რომ თვითმფრინავი თავისით შევიდა შტოპორში. პილოტმა კი იმის მაგივრად, რომ პარაშუტით გადმოხტარიყო, თავის საფრთხეში ჩაიგდო თვითმფრინავის გადასარჩენად და გადაარჩინა კიდეც. მისთვის ჯერ ადრეა ლეიტენანტობა. Да ты შენ წარადგინე. მე კი მხარს დაგიჭერ. ახალგაზრდა პერსპექტიულმა მფრინავმა გმირობა ჩაიდინა. დროა წინ წავიდეს. дальше. ინტრიგანი ხარ, ამხანაგო კომისარო. ინტრიგანი. არა, უფრო დიპლომატი ვარ, ამხანაგო პოლკის მეთაურო. დიპლომატი. ვასია, რა? მოგლედ საქმე ასეა. დასხედით, რაც გახართ. მიიღე მოგებული. სერიოგა ჩვენ ნორმალურად არც დავნაზლებებულ ვართ. ტოლიამ ხომ არ ჩაჭრა. მე და ტოლიამ ასე გადავწყვიტეთ. მოგებული უნდა მიიღო. თქვენ რა მეგეწყინათ? რა უნდა გწყენოდა? შენ სტალინის შვილი ხარ. ამისთვის არ დაგჟიან. ჩვენ ტრიბუნალზე გადაგცემდნენ. შენ კი თავზე გადაგისვამენ ხელს. საინტერესოა ვინ? უმცროსო ლეიტენანტო სტალინ, პოლკის კომისართან გამოცხადდით. შენ კი ამბობ შვილიო. ამხანაგო კომისარო, უმცროსი ლეიტენანტი ვასილი სტალინი თქვენი ბრძანებით გამოცხადდა. მინდა შეგატყობინოთ ვასილ იოსებოვიჩ, რომ მე და პოლკის მეთაურმა ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ. ბრიგადის შტაბში გავგზავნოთ მოთხოვნა. ვადაზე ადრე ლეიტენანტის წოდების მონიჭების თაობაზე. Как перспектива. თქვენთვის როგორც пперспектიული პილოტისთვის, რომელიც უნდა დაწინაურდეს. ბიჭები? რომელი ბიჭები? როგორ? ჩემი რგოლი. უმცროსი ლეიტენანტები, გუშინი და ლუნკოვი. ისინიც მეხმარებოდნენ, მორალურად მხარს მიჭერდნენ. ისინიც იმსახურებენ წახალისებას. თორემ რაღაც უსამართლოდ გამოდის კომისარო. Комиссар. რა არის უსამართლო? უსამართლობაა მხოლოდ ვასილი სტალინის დაწინაურება. მაშინ ვიფიქრებენ, რომ ბატალიონის კომისარი პოლუკარპოვი და მაიორი პრუტკოვი ქულებს იწერენ, მაგრამ თუ პილოტების გუნდს წაახალისებთ, ახალგაზრდებს, პერსპექტიულებს, ეს სულ სხვა საქმეა, გესმით? თავისუფალი ხართ, უმცროსო ლეიტენანტო. Есть! არის.
გვიანია. აზროვნებს. Серёга. Дамиშვი. ბიჭებო, გალინა ბურდონსკაიას არიცნობთ? სარედაქციო საგამომცემლოდან. კალკას, ხო, ინკასთან ერთად სადღაც აქ იყო. აი ისინიც. ლობა, ნუ ღალავ, რამეს მოვიფიქრებთ? ნუ ტირი. გმადლობთ ბიჭებო, არაფერს. მზად ხარ? გავფრინდეთ. რამეს მოვიფიქრებთ? ჩემი ბრალი არ არის. აუცილებლად მოვიფიქრებთ რამეს. ახლა რა ვქნა? ტოლიან, შეხედე, გოგონები მესამე კურსზე არიან და მაინც ორების გამოტირიან. ისევ შენ ხარ? ნიშნის გამო არ ტირის. ნუ ლაპარაკობთ, როცა არ იცით. ხო, რა მოხდა? ლიუბას საბუთები არ მიიღეს. რა საბუთები გალია? ლიუბა მოვიდა, რომ საბუთები ჩააბაროს. უნდა რომ ეკონომიკის ფაკულტეტზე ისწავლოს. ეკონომიკის საბუთები კი არ მიიღეს. ატესტატის გარეშე ვერ ჩავიბარებთო. ატესტატი სად არის? 10 კლასი არ დაუმთავრებია? დაამთავრა. ფრიადებზე დავამთავრე. ხო, მაგრამ ატესტატი სად არის? Так не вы. არ მისცეს, მხოლოდ ცნობა მისცეს. უთხრეს ატესტატს მოგცემთ, როცა სკოლაში მოიტანენო, მაგრამ ჯერ არ მოუტანიათ. Почему-то не привезли. საიდან უნდა მიიტანონ? განათლების განყოფილებიდან. განათლების განყოფილებიდან. იქ მხოლოდ ცნობა მისცეს. აქ კი ეუბნებიან ცნობას არ ვიბარებთო და ატესტატს თხოვენ. მორჩა, ხვალ საბუთების მიღების ბოლო დღეა. წელი გაუწდება მთელი წელი. დამშვიდდით. დეკანთან იყავით? ვიყავით. დეკანთან არ გვიშვებენ, გვეუბნებიან, რომ ამ საკითხზე მხოლოდ მისაღები კომისია მუშაობს. კარგი, დამშვიდდით. გვარი მითხარით. სუზდალევა ლიუბა. ლიუბოვ. მამის სახელი? ლიუბა, მამის სახელი. ეფრემოვნა. ლიუბოვ ეფრემოვნა. კარგი. თქვენ აქ ცოტა ხანს ტოლიანს ეჭორავეთ. მე და ლიუბა კი ერთ ადგილას მივალთ. მიდი. ყველაფერი კარგად იქნება. წამოდი. გავიქცეთ ლიუბა. მე ანატოლი მქვია. გალინა. შვენიერ უცნობ გოგონას რა ჰქვია? ანია. სასიამოვნოა. გავისეირნოთ? ამხანაგო დეკანო. მოიცადეთ ამხანაგო. აქ შემოსვლა არ შეიძლება, ვერ ხედავთ თათბირი მიმდინარეობს. ამხანაგო დეკანო, თქვენთან სალაპარაკო მაქვს. ხომ გითხრეს, დაკავებული ვარ. არა უშავს, მოიცლე. მე ამხანაგ სტალინის შვილი ვარ. შეატყობინეთ. სტალინის ვაჟია. ყურადღებით მომისმინე. ლიუბა, მოდი აქ. გამარჯობა. აბიტურიენტის გვარია? სუზდალევა. ლიუბოვ. ეფრემოვნა. დაიმახსოვრე? ჩემთვის არავის მოუხსენებია რომ ის ხომ მოგახსენეს, მე ვინ ვარ? რა თქმა უნდა, ვასილი იოსებოვიჩი. და ჯექი. აი პასპორტი. ცნობა. იზოდე ღმერთმა არქნას, რომ ეს ფრიადოსანი გოგო ინსტიტუტში არ მოხდეს. პირადად დავრეკავ და გავიგებ. გთხოვთ. სხეული ბიუროკრატები. წამოდი ლიუბა. ახლავე ყველაფერს მოვაგვარებთ. ახლავე. Делаем. გოგონებო. ლიუბაშა. ლიუბა, რა მოხდა? წარმოგიდგენიათ, დეკანის მოადგილემ თვითონ მიმაცილა მისაღებ კომისიამდე. მერე? Что? მერე ის რომ დაავალა ჩემი ცნობა და განცხადება ჩაიბარონ. Спасибо. დიდი მადლობა. არაფერს. დეკანს თუ ადამიანურად მიმართავ, ისიც ადამიანურად მოიქცევა. თქვენ ყოველთვის ასეთი გაბედული ხართ თუ მხოლოდ მაშინ, როცა გოგონების მოხიბლას ცდილობთ. დეკანსაც ესაუბრებით. ეს ვასილია, მეცახელად წითელი.
ნამდვილად. ახლა სად წავიდეთ? მე და გალია ჩემი ძმის დაბადების დღეზე ვაპირებდით წასვლას. სალტიკოვკაში. თუ გნებავთ ჩვენთან ერთად წამოდით. თქვენ თაყვანისმცემლები არ გყავთ? ამას ვერ დავიჯერებ. მათთვის არ გვითქვამს. სხვა დროს დავპატიჟებთ. თქვენ არ გინდათ გასეირნება? სიამოვნებით. ლუბაშა. გეგონა ვასია წითელმა დაგევისხა? გეგონა ვერ გიპოვიდი? მეგონა რომ მიპოვიდი. ვასია. სალტიკოვკაში. გალია დაჭერი გთხოვ. კარგია, ოჩახ. აი ასე რომ დაჭრი თებში აიღე. ყველაფერი თებშებზე დავაწყოთ. მიდი სწრაფად, მიდი. მიდი. ძეხვიც დასაჭრელია დაჭერი. მორჩა. პეტკა, მინდა გითხრა რომ კარგი კაცი ხარ და კარგი მეგობარი. შენ და ანიას მადლობა რომ დაგპატიჟეთ. კიდევ მინდა გითხრა რომ კარგი ტოლია დამშვიდი, ბევრს ლაპარაკობ. პეტია, შენ ნამდვილად კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ მე მინდა ჩვენი გოგონების სადღეგრძელო დავლიო. ნამდვილ მებრძოლ მეგობარ გოგონებს გაუმარჯოს. ხო მართალს ვამბობ? ხო ვასია, მართალს ვამბობ. პეტია, არ გეწყინოს. არ გვიწყინა. რატომ უნდა მეწყინოს? გოგონების სადღეგრძელოს ყოველთვის სიამოვნებით ვსვამ. აბა, სამაგივაშა. აბა, აქ რა ხდება? დაგეხმარო? არა. გმადლობ. Что не доверяешь გმირ მფრინავს არენდობი? герою? ძალიან ვინდობი. უბრალოდ ყველაფერი უკვე მზად არის. ხო? ბიჭებო, მოდით, გთხოვთ, მაგიდასთან. გთხოვთ. მოვდივართ. ვერ გავიგაქ, საჭმელად მოვედით? არ ვიცეკვებთ? ხო, მეც მინდა ცეკვა. თორემ გრამოფონმა მოიწყინა. ტოლიკ ჩართე? ასე. პეტია, საცეკვაოდ გამიწვიე. გთხოვთ. ანიჩკა, ვიცეკვოთ? სიამოვნებით. ერთი, ორი. ანიჩკა, იცით რა მნიშვნელოვანი და საშიში პროფესია გვაქვს? მართლა? რა თქმა უნდა. ძალიან ლამაზი მყავხარ. ასე ვიცეკვებდი შენთან ერთად 100 წელი. უბრალოდ ვიცეკვებდი. ინებეთ განცხადება. რატომ სტალინი? იმიტომ რომ სტალინი ვარ. როგორ თუ სტალინი ხართ? გაცნობიერებთ, რას ამბობთ? რა თქმა უნდა ვაცნობიერებ. მე ხომ არ ვამბობ რომ ვოროშილოვი ვარ. ვამბობ რომ სტალინი ვარ. მგონი ეს ლოგიკურია. მასხარები. საბუთები მაჩვენეთ. ინებეთ.
თქვენ ახლავე გნებავთ? დიახ, ახლავე. ამხანაგმა მამამ უკაცრავად ამხანაგმა სტალინმა იცის? ის წინააღმდეგი ხომ არ არის? მოიცადეთ. იმან რატომ უნდა იცოდეს? Знать. მე არასრულწლოვანი ვარ. როგორ? მაგრამ ის ხომ ამხანაგი სტალინია. როგორ არ გესმით? ახლა დაქორწინებით და მე მისმინეთ. დიახ. Если вот თუ ახლა არ დაგვაქორწინებთ, распишите, აქ ნამდვილად აღარ იმუშავებთ. вы сейчас თქვენ ახლა ხალხის მტერივით იქცევით. народа. საბჭოთა ოჯახის შექმნას ეწინააღმდეგებით. ახლა დავრეკავ, სადაც საჭიროა. არა, ძალიან გთხოვთ, დარეკვა საჭირო არ არის. ამხანაგო სტალინ. მოქალაქევ. დიახ. თქვენი პასპორტი თუ შეიძლება. პასპორტი მიეცი. გმადლობთ. გმადლობთ. ინებეთ გთხოვთ. ესეც ასე. ხოჩახ, Можем мы вам помочь? თქვენც დაგეხმარებით. არ არის საჭირო. მე და ანია არ გინდათ. ამაზე თვითონ ვიზრუნებთ. დაქორწინდა ჩვენი ვასილი, იოსებ ბესარიონოვიჩი. აკადემია მიატოვა და ლიპეცკში წავიდა. ეს კადრილის მეთაურების კურსებზე. შეყვარებული რომ ყავდა, იცოდი? ვიცოდი იოსებ ბესარიონოვიჩი. იმ გოგოს ვესაუბრე კიდეც. რა უთხარი? მოვთხოვე ვასია დაევიწყებინა. ეს სისულელი ამოეკდო თავიდან. ფიქრობ? სისულელე მას კი არა. ჩვენს ვასილი წითელს ჰქონდა თავში. როგორი გოგოა? გალინა ნიკოლაევნა ბურდონსკაია, პოლიგრაფიული ინსტიტუტის სტუდენტია, მესამე კურსზე სწავლობს. წესიერი გოგოა. გარკვეული დროის განმავლობაში ვუთვალთვალებდი და ცუდი არაფერი შემიმჩნევია. ფაკულტეტის დეკანატში ძალიან კარგად დაახასიათეს. ლამაზია? იოსებ ბესარიონოვიჩი, ჩემი გემოვნებით, მაინც და მაინც ლამაზია? ლამაზია. რა თქმა უნდა, ლამაზია. რუსია? რუსია. ეს კარგია. Только русский მხოლოდ რუსი ქალი თუ აიტანს терпеть. Наш ჩვენს ვასკა წითელს. ახლა საცხოვრობენ. მაშინვე ლიპეცკში გაემგზავრნენ. ქორწილიც არ გადაუხდიათ. მე კი კინაღამ გავბრაზდი. ქორწილში отца. მამა რატომ არ დაპატიჟა მეთქი? იქ დაავალე. რომ ვასიას ახალგაზრდა ცოლზე იზრუნონ. Чтобы რომ ყველაფრით იყოს нуждала უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, იოსებ ბესარიონოვიჩი. კარგი, თავისუფალი ხარ. ოსკრების შევსუთხარი შემოვიდეს. გისმენთ იოსებ ბესარიონოვიჩი. ტელეგრამა დაწერე. ჩემი ვასკასთვის. ты ჩემგან ნებართვა არ მიგიღია. разрешение у меня. დაქორწინდი და ჯანდაბა შენს თავს. მებრალება ის გოგო. Что ასეთ სულელს რომ გამოგკაცოლად.